მოგესალმებით, მინდა გამოვეხმაურო შემდგარ ფაქტს და განცხადებას იმ საფრთხობელასი რა, საგარეო საქმეთა მინისტრად რო უზით ის მდედრი, რომ ჩვენო ევროკავშირის ქვეყნებშიო რო წავიდეთო, შესაბამის ქვეყნებსო ვიზისთვის უნდა მივმართოთო. გააჩერეს ახლა ეს პროცედურები და ვინც აკეთებს ამას, ვინც არის წარმომადგენელი ამ ინიციატივის, სწორი ინიციატივაა ეს აქამდეც უნდა გაეკეთებია და ევროკავშირის სახელმწიფოებიდან, იმიტომ რომ ქართული ოცნება არანაირ იქამდე კანონმდებლივ კი არა, მორალურ მხარესაც არ იცავს რა ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. და მაგის ახლა ბევრი მაგალითი რო არ დავიწყო, ის ემიგრანტები, რომელიც ქვეყნიდან ვართ გამოყრილები, კაი ჩვენ რა კიდე ავად მაინც არა ვართ, მაგრამ ის ხალხი, ვისაც სიკვდილის სიცოცხლის ისეთი პრობლემა ჰქონდა, ვიზმეს რო არ მოეკლა, დავადება რომ მოკლა და იმათ გადახედეთ. რა დღეში ჩააკდეს, რამდენი დაღუპეს. არ მინდა სამედიცინო ემიგრაციაზეც ვილაპარაკო, მაგრამ ქართველი ერის სამართლებრივი უფლებები, რომ ფეხქვეშ არის გათელი და განადგურებული, ამაზე ახლა ვინც დავას დამიწყებს, ის არის უბრალოდ ფანატი, ან იდიოტი, ან მოღალატე. ეს განსჯის კიდე სხვა თემა არის. მე უბრალოდ მინდა მიმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ქმნის ამ დისკომფორტს ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. ეს არ არის არანაირად საკმარისი. აუცილებლად უნდა მოხდეს მათი ქონებების გაყინვა აქა, სადაც აქ წამოღებული გვყარავდნენ ჩვენ და ინახავდნენ თქვენთან. ევროპაში განსაკუთრებით, არა სხვაგანაც აქ შენახული, მაგრამ ევროპაში აქ ძალიან ბევრი, მათ შორის უძრავი ქონების სახით და აუცილებლად ეს ქონება უნდა დახურდავდეს იმ ვალუტაში, როგორც არის ფინანსური ვალუტა და უნდა გადაერჩეს ქართველებს აი აქ. აი ამ შემთხვევაში ყველაფერი იქნება გამართლებული, ეს ძარცვა კი არ იქნება, როგორც თვითონ იძახიან, ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა. როგორც კადაბს, როგორც სხვა დიქტატორებს ეყინებოდათ აქ ქონებები და ხდებოდა ის პრაქტიკა უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში. საქართველოს ხელისუფლება ეს არის არაადეკვატური ძალა და მასთან ლაპარაკი არ შეიძლება. და განსაკუთრებით არ შეიძლება იმ ხალხთან ლაპარაკი, რომელსაც სამწუხაროდ ამდენი ხნის მანძილზე არ ვიცი თქვენი სახელით სარგებლობდნენ, ეს ლომჯარიები, ხიდაშელები, ესეთი შეუმდგარი ადამიანები, ასეთმა არასწორმა აღქმმა ოპოზიციური სექტორის საქართველოში მიიყვანა საქმე ასეთ პოლიტიკურ რადიკალიზაციამდე. ქართულ საზოგადოებაში დღეს ადეკვატური პოლიტიკური ძალა შეიძლება იყოს ერთი. შეიძლება მოიძებნოს ასეთი ერთი, რომელიც აქამდე შეიძლება პარლამენტში საერთოდ არ იყოს ნამყოფი. კი, იქ არიან ადამიანები, ვისაც გული შეტკივათ 1-2, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ფონს ვერ შექმნიან. ეს გამოიწვია რა, ამიცი? ეს გამოიწვია ცუდმა ილუზიებმა. და ხალხი, რომელიც აკეთებდნენ არანაკლებ უსამართლობას, საქართველოში ლაპარაკობდნენ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მორალის თითქოს თქვენ იყავით მის უკან. არ ვიცი რამდენად იყავით, როგორ იყავით, რანაირად იყავით, რა იყო სინამდვილეში. მაგრამ ახლა არის ის მშვენიერი დრო, რომ თქვენ გაემიჯნოთ ამ მკვდარ პოლიტიკურ სექტორსაც საქართველოში და მიცეთ ქართულ საზოგადოებას სწორი არჩევნის გაკეთების საშუალება. დანარჩენი მაგ ჩვენ საკეთებელს ვერან ვერ გააკეთებს, აუცილებლად არის შესაქმნელი ქართული სათვისტომო უცხოეთში და არა მარტო კონკრეტულ ქვეყანაში, არამედ ემიგრაციული მასშტაბით, არავინ საქართველოში რაღაც ემიგრაციულ ძალას არ შექმნის, ის შესაქმნელია უცხოეთში. მისი ოფისი გასაკეთებელია აქ, სასურველია თუ იქნება ეს შვეიცარიაში, სასურველია. და რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას, რომელიც დაასანქციელებს ბიძინა ივანიშვილის მარაზმატიკულ ჯგუფს და მის ეგრეთ წოდებულ ფინანსებს და მის გარემოცვას, უნდა კონდეს ვალდებულება, რომ აი ამ ემიგრაციის სათვისტომოს ანგარიშზე, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად პოლიტიკური ძალა, უნდა კონდეს ვალდებულება ის ფული ჩაიცხოს იქ.
რადგან საქართველოს მართავს ტირანიული ჯგუფი, რადგან საქართველოს ხელისუფლებას არ აყავს არც ოპოზიციური ძალა, არც პოლიტიკური ძალები და არაფერი, ნამდვილმა ჭეშმარიტმა საქართველოს მთავრობამ უნდა იარსებოს ემიგრაციაში. სხვა გამოსავალი არ არის. იმიტომ რომ ჩვენ აგვიკრძალეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც, აგვიკრძალეს ყველაფრის უფლებაც და უნდა შევეცადოთ იმას, რომ აქედან გაჯანსაღდეს საქართველოს პოლიტიკური ველი, რადგან სიტყვის თავისუფლების უფლებაც უფრო მეტია, გამოხატვის თავისუფლების უფლებაც მეტია, მოწოდების საშუალებაც არის და ამის გულში არავინ არ კლავს და არავინ არ გიჭერს და საქართველოში დღეს რამე რო თქვა, ხვალ შეიძლება პირდაპირ წახვიდეთ ციხეში. ეს სისტემა დაემგვანა უმძიმესი ფორმებით მეზობელი ქვეყნებში არსებულ ვითარებას. აქამდეც არ იყო ბრწყინვალედ ყველაფერი, მაგრამ უკვე ძალიან ხელგახსნილები არიან. პირდაპირ ვიტყვი, აქვე ვიტყვი, არანაირი ამბიცია არ მაქვს სათავეში ჩაუდგე ამ ემიგრაციის სათვისტომოს პოლიტიკური ძალების შექმნას. მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ, თუმცა შეიძლება ცვლილი მივიღო. ამიტომ ვინც ახართ ტიგრებო ყვერებიანები, იფიქრეთ ამ მიმართულებაზე რა და რატო ამბობ შვეიცარიას? იმიტომ ამბობ, ეს არის ნეიტრალური სახელმწიფო, არსებობს პოლიტიკური კონექტიურა და ამ პოლიტიკურ კონექტიურაში უნდა ჩავჯდეთ, ეს არის ქვეყნის საქმე. ნეიტრალურ ქვეყნიდან უნდა მოხდეს ზუსტად ამ ნეიტრალური პოლიტიკური ძალის შექმნა, დაწყება და პოლიტიკური პროცესების მართვა. და უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ამ ძალის აღიარება ევროუწყებებიდან და იმ სისტემებიდან, რომელიც გმობს ქართული ოცნების მახინჯურ რეჟიმს. და დროულადაა ეს გასაკეთებელი რა. ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც. რაც დროულად ეს ყველაფერი მოხდება, მით დროულად გაჯანსაღდება ყველაფერი. ასეთი რესურსით საქართველოში რევოლუცია არასოდეს არ მოხდება, როგორიც აგვაქვს, იმიტომ რომ ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ ეგენი ქოცები არ არიან სულელები, ნაცები და ყველაფერს დაახშობენ ადგილზე. შევარდნაძის მთავრობა არ ეგონოს ვინმე სიბიძინა ივანიშვილი და იქ ჩემპევი ძალა არ არის. ამ ნაცები კიდე ნებისმიერ მომენტში თუ რამეს დაიწყებენ, ისინი დავწყები არიან სისხლის ღურის და არა რევოლუცია სჭირდება საზოგადოებრივი ნდობა ჩემო კარგებო და ესე ვითარდება ეს პროცესი. არ ჩავყვები და არ ჩავყვები, რაცა გასაკეთებელი და რაცა მისაღწევი მაგაზე ვილაპარაკე და ბიძინა ივანიშვილის და მის გუნდს იმდენი აქვს მონაპარი, მაგი რო ჩაერიცხოს იმ პოლიტიკური გუნდის იმაზე რა ქვია ანგარიშზე, თავისუფლად შეძლებს მისი პოლიტიკური ამოცანების განხორციელებას რა, არავის მათ ცხოვრობა არ დაჭირდება. გმადლობთ.